თავიდან პირველი რამაც როგორი გავიგე? პირველი მოდის რეულეუხ გეუბერგინე ლაგეორგინე. მეორე? რაღაცა სალათი იქნება ქართული. მეორე? მეორეც ფხალი. ფხალი მოდის ბოულეგენში ქართული რესტორანი ვიპოვეთ. მესამე მოდის ფიკალი, მეოთხე მოდის ლოგიო და მეხუთე მოდის წავედით. ეს არის ჩანჩქერი თუ რას ქვია რასაც ხაფავს რაღაცა უცხოური. აი ჩადოთ. წეინობის დროს შეგვხვდა სმურფების მულტფილმის მიხედვით გაშენებული არქიტექტურა, რომელსაც სმურფების სოფელი ქვია. იგი აშენებულა 1980-იან წლებში შვეიცარიელი არქიტექტორების მიერ. შენობა არატრადიციულია, გადახრილი კედლები, არათანაბრად განლაგებული მრგვალი ფანჯრები, ასევე ფერადი და განსხვავებული არქიტექტურაა. შენობის სტრუქტურა და დიზაინი სმურფების სოფელს წააგავს. ზუსტად მაგის გამო ეძახიან ამ ადგილს სმურფების სოფელს. პროექტის იდეა იყო შეექმნათ არქიტექტურა, რომელიც სტანდარტული ნორმებისგან განსხვავებული და უფრო ცოცხალი იქნებოდა. დღეს ეს ადგილი ითვლება ჟენევის ერთ-ერთ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად. ხშირად იზიდავს ტურისტებს თავისი არასტანდარტული იერსახით. უკვე დეკემბრის დასაწყისია. ქალაქი მთლიანად შობის მოლოდინშია. მორთული ქუჩები, თბილი ნათურები, ხის კოტეჯებით აწყობილი პატარა дахლებიდან შოკოლადის სუნი მოდის. ქალაქის ცენტრში მოწყობილი საშობაო ფლიმარკეტი თითქოს ზღაპრულ სამყაროში გადაგეყვანთ. წვიმისა და ცივი ამოდის მიუხედავად, აქ სიცოცხლე დუღს. მარკეტი სავსეა მხევლად მოსიარულე ადამიანებით, სიცილით, ხალხმრავლობით და თბილი ენერგიით. ხალხის შრიამული მუსიკის ფონზე ერწყმის გლინტვეინსა და ტკბილეულის სურნელს. თითქოს ამიდი ქალაქს ვერაფერს აგლავს. ხონი და რას ვქავა? მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ხა დავაგებინეთ რაღაცა შვეიცარიული დებილობა სოციალისტი ძალიან ძვირი, მაგრამ არ ვახუნდა ქართულზე. სიჯა. კაია. აბა, აკაბია დებილობა. შოკოლადი რა არის შეყვა. გოგოები როგორი მოკრემია. ნე გონა რაღაცა შეჭირდება. აკრემრიანია. უდა რეკომენდაცია 100-დან 10. ღიდა სამჯეკბე. უდა 12 ლარი აეს. ერთი შუშკემოს რაღაცა. ტელეფონი ჩადო პარკში. ჩადო ამ საწვიმელის პარკში და იმაში. აი ესეთი რუკები არის ყველგან. მაგრამ ძალიან მისურდება და აქ არის დანომრილი რა არის. აქ მოვედი, გვინდოდა ამით გასეირნება, მაგრამ 3-4 თვით ადრე უნდა დაჯობს ნოცო და special day არის დღეს და მე ძალიან ლამაზია. ფონჯი უყიარ.
ჟენევის ბუნების ისტორიის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო. უზარმაზარ სივრცეში ყველანაირ ცხოველს ნახავთ. დინოზავრებიდან დაწყებული ყველაზე პატარა არსებებით დამთავრებული. ფიტულების შექმნის პროცესში მეცნიერები და მხატვრები ერთად ამზადებენ მათ. ნატურალურ ბუმბულსა და მექანიზმებს იყენებენ და ხშირად იუმორითაც აფორმებენ. მუზეუმში ნახავთ სცენებს, რომლებიც სხვადასხვა ეპოქას აცოცხლებს. როგორ გაჩნდა სიცოცხლე, როგორ იცვლებოდა ბუნება და როგორ ჩაერია ადამიანი ამ პროცესში. ერთ სივრცეში სწავლობ, გიკვირს, გეცინება და ბავშვობაც გახსენდება. რაც მთავარია, შესვლა სრულიად უფასო იყო. აი ეს იყო პარიზში. და ჩემი ჩქუნა. ნუგი ქალო ერხე და. ჩემი ჩქუნა. 140 მეტრამდე არის ამოხეთქილი ეგ ჩემი ჩქუნა. ოქრის კრემს უნდა ჩამოისხა. დაიფარო და მოიყარო. აი, აბა გავხსნით. რა არის ეს? ფეშენ ფუდი. ქართულად ამახსოვს მე ძალიან. აუ, კაია. Ah ouais. Bon. Ouais. Ok. Et c'est. მოგიჩამებ ჯერიდან ეს არის კუბოს პარკები, მე მარია. მე მარია ვიმარებ გეტყვით გოგო. საჯექი მიდი და გადაგაგდე. ფაქტოვე ფაქტ. აქ არის კუგუს მოსახევი, თუ ძაღლიყავთ და მოკუკა უცბად ჩამოიღებთ და შოინთო? ანუ მე მივხვდი. ერთ ყოს ვერ ადმოგვეჭე, ორ კაცს უნდა გავაკეთო. Vale. კარგად. წავედით თურქეთში. მოკლედ მეგობრებო, ეხლა Wi-Fi რო ავიღოთ, უნდა დავასკანეროთ ეს. ალბათ ჩეკი. აქ არის კოდი, ამაჩაწერთ Wi-Fi გქონია. ჩეკი. თუ არ გამოვა იმ კაცს ამოჭრის.
when removing objects from them. Thank you. Değerli misafirlerimiz, uçuşlarımızda elektronik